წმინდა ეზეკიელ წინასწარმეტყველი, ასეთი წინასწარმეტყველი იყო ძველ აღთქმაში, ასეთ რამეს ამბობს. რა მდგომარეობაშიც ადამიანს გარდაცვალება მოუსწრებს, იმ მდგომარეობით წარდგება ის ღვთის წინაშე. შეიძლება დიდი ცოდვილი იყავი მანამდე, მაგრამ შეინანე დადექი სიწმინდის გზაზე და აქ თუ მოგიწია გარდაცვალება, ეგ ნიშნავს, რომ შენ ღმერთი მიგიღებს როგორც მონანულს, თუნდაც ბოლოს მისული. აი, იყო ერთი ასეთი შემთხვევა, ჩვენთან აქ სადგურზე მოხდა, ერთ-ერთი მრევლის წევრი მოვიდა და მეუბნება, რომ მისი ნათესავი ძალიან ავათ არის, ესე იგი, და გარდაცვალების პირას არის. მაგრამ მე უთხარი შევთავაზე, რომ ხო არ უთხრათ, რომ ან ახსარება თქვას, ან ეზიაროს. ზოგჯერ ადამიანებს ეშინიათ ხოლმე, რომ როგორ უთხრა ეხლა ჩემს ავადმყოფ ადამიანს, რომ აი მოძღვარი მოვიდეს და გაზიაროს, იქნება შეეშინდეს მე და იფიქროს, რომ აი უნდა გარდავიცვალო. და ავადმყოფმა გარდაცვალების პირას რა უნდა იფიქროს? პირიქით ეგ უნდა იფიქროს, რომ მე შეიძლება გარდავიცვალო. ამიტომ მოუნანიებელი არ უნდა წავიდე. თუმცა ეგ რა თქმა უნდა, ისე კი არ უნდა უთხრა, რომ შეაშინო. ან სულაც უნდა უთხრა, რომ ეს საკურნებელია შენი სულისა და ხორცისა და ეს მართლაც ესეა. ადამიანისთვის ეს საკურნებელი. ეზიარება არ ნიშნავს, რომ ეზიარები უნდა გარდაიცვალო. რამდენი შემთხვევა ჩვენ ახლა ყოველ კვირა ვეზიარები და კვირაში რამდენჯერ. და მოვიდა ეს ქალბატონი და ვეუბნები შევთავაზე ვაზიაროთ და ის ამბობს, არაო მამო, ეგო მთელი ცხოვრებაო, ღმერთს გმობდაო, სასულიერო პირებს განიკითხავდაო, არ ენდომება ახსარებაო. მაგრამ მე რაღაცნაირად ესეთი აზრი მომივიდა თავში, რომ ტკივილი ადამიანს ცვლის მაინც. მოდი მეთქი, მაინც შევთავაზოთ, ამდენი ხანია რომ ავათარი და ტკივილები აქვს, შეიძლება რაღაცა შეიცვალა ამ ადამიანში. და მართლაც ესე მოხდა. რომ მივედით, კიო, თქვა, მოვიდესო მოძღვარი, რომ მივედით, თქვა ის თუ რაც აწუხებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც არ მოსწონდა თავის თავში. ახსარება თქვა, ეზიარა და მე რამდენიმე ხნის მერე კიდევაც გარდაიცვალა. რატო ვამბობ? რომ აი ეს წარდგება ღვთის წინაშე როგორც მონანული ადამიანი. მაგრამ სხვა შეიძლება მთელი ცხოვრება აი ღვთისნიერად იცხოვროს, მაგრამ ბოლოს გადაუხვიოს ამ გზიდან. და 1000 ურჯულოებაში ჩავარდეს, აღარც ნანობდეს, წოდებს, აღარც ახსარებას ამბობდეს და ამ დროს მოუწიოს გარდაცვალება. ეგ ნიშნავს, რომ ღვთის წინაშე მოუნანიებელი წარდგება. და რადგან ადამიანმა არ იცის, როდის დადგება, აი ეს ბოლო საათი. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ აქ რომ საათი არ ქონოდათ, ჩვეულებრივი საათი და ქვიშის საათი რო ქონოდათ. აი ნახეთ, ჩვენ ხო გვაქვს ქვიშის საათი. ერთხელ მოусმინა მამა თეოდორე ძალიან საინტერესოდ ამბობდა. წარმოიდგინეთ, რომ ეს იყოს ქვიშის საათი და აი დანიშნულია და გითხრან, რომ ბოლო ბურთულა რომ ჩამოვარდება, მაშინ დამთავრდება თქვენი შრომა. ამათ რო უთხრას. ჩვენ შემთხვევაში კიდე მაშინ ამოიწურება შენი ცხოვრების დრო. ოღონდ აი ეს ზემოთა მხარე დაფარული რო იყოს, ჩვენ ამ ზემოთა მხარეს რო ვერ ხედავდეთ. ანუ ნიშნავს, რომ ბოლო მარცვალი როდის ჩამოვარდება, არ ვიცოდეთ. და მართლაც ვინ იცის, როდის არის ჩვენი ცხოვრების ბოლო დღე? არავინ არ იცის. ამიტომაც წმინდა მამები ასე ბრძანებენ და გვარიგებენ, რომ ყოველი დღე ისე გაატარე, როგორც ბოლო დღეს გაატარებთ. რატო? იმიტომ რომ თუ ამას ღვთისნიერად გაატარებ, შენ ძალიან დიდი სიხარული გელოდებ. მაგრამ რადგან არ იცი რომელია ბოლო დღე, ამიტომ ყოველი დღე ისე უნდა გაატარო, როგორც ბოლო დღე. მე არაერთხელ მithქვამს და მოდი აქ კიდევ გავიხსენოთ, ერთ ცოტა სახუმაროც არის. ერთ-ერთ ჩვენს ნათესავთან ვიყავი და იქ გავიცანი ერთი კაცი. და მეკითხება ეხლა, მამო, ჩვენო ღმერთმაო, ერთი დღე მოგცა დალევისთვის. ერთი რომელიღაც დღეო და რომელია ეგ დღეო, მე მეკითხება და მე ახლა დავფიქრე, ან აღდგომას ხო არ გულისხმობს, ან ქრისტეშობას, ან რამე დღესასწაულს და რო ვფიქრობდი, ესე იგი, გამოწვეტინა ეს ფიქრი და არც თქვენ არ იცითო, რომელიაო და არც ჩვენ არ ვიცითო. ამიტომ რო არ გამოგჩესო, ყოველ დღეს ვსამთო, რომ ის დღე არ გამოგჩეს, ღმერთმა რო გითხრა, ამ დღეს დალიეთო და რატო ამბობ? ამ კაცმა ძალიან დიდი
სულიერი სიბრძნე თქვა რომ ჩვენ ვიცით ერთი დღე რომელი დღის ღვთისმიერად გატარების შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდი სიხარული გველოდებ ეს არის ჩვენი გარდაცვალების დღე მაგრამ რადგან არ ვიცით რომელია ეს დღე აი იმ კაცის სიბრძნეს თუ დაუჯერებთ ყოველ დღე ეგრე უნდა იცხოვრო და გელოდება მარადიული სიხარული ეგრე არ არის